ანსამბლი ჰარმონია შეიქმნა 10 წლის წინ. სულ პატარა ქალაქია, როგორც მოგეხსენებათ ზესტაფონი და ყველას ვიცნობთ. ძალიან ბევრი ადამიანი სცენაზე არ დაუბადებულ ვართ, დავბერდით და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ქონდა სურვილი რამოდენიმე გოგონებს, რომ შექმნილიყო ქალთა ანსამბლი. ერთმანეთთან შეხვედრის, წაქეიფების დროს დაიბადა ეს იდეა და შევიკრიბეთ 5-6 ქალბატონი, დაგვჭირდა ბანი, რაც ძალიან იშვიათია ქალის ხმაში, მეოთხე ხმა, ცოტა ღრმა ხმა და შევხმიანდით ქალბატონ ნინო ჩხეიძეს, არის ასეთი საუკეთესო უნიჭიერესი ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც დღესდღეობით ბანში დგას. და პირდაპირ ვენახიდან ქალმა მოიხსნა წინსაფარი, თავსაფარი და ასე აღმოჩნდა ჩვენს ანსამბლში. დღემდე მოვდივართ ასე შეხმატკბილებულები. ამ ფეროსცენაზე დიდი ღვაწლი მაქვს მე პირადად და რამდენიმე გოგონას მღეროდნენ ხალხურ ანსამბლებში. აი ესე მღერი ვართ დღემდე. მოვდივართ და დიდ პროექტში ვღებულობთ მონაწილეობას, დიდი მოლოდინები გვაქვს, რა თქმა უნდა ზესტაფონელების მხარდაჭერის სურვილი გვაქვს დიდი და იმედი. და ჩვენს ალბათ გოგონები გავამართლებთ ამას. საკმაოდ ძლიერ მომღერლებთან გვიწევს შეჭიდება და მინდა აღვნიშნო ეს არ არის კონკურსი. ადამიანი, რომელიც მღერის არ ხედავს არც მის წინამორბედში და არც შემდეგ მონაწილეში კონკურენტს. ყველა იმდენად მოსასმენია, ყველა იმდენად ტკბილია ეს, რომ ჩვენ კონკურენტები გარ ვართ ერთმანეთის, მეგობრები გავიჩინეთ ამ კონკურსით, ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით დამფუძნებელს ამ პროექტისას. 2025-ში გავახარეთ ჩვენი ქალაქი, თვითონ ჩვენ ძალიან გავიხარეთ, ჩვენი მსმენელი გავახარეთ და ავიღეთ გრან-პრი ვარინკობაზე. კონცერტი საკმაოდ ბევრი გვაქვს ჩატარებული, ახლა ისე ჩამოსათვლელი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა რომ ვიღებთ მონაწილეობას რუსთავიორის პროექტში ქართულში, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატების საწინდარიც არის, რა თქმა უნდა, დიდი мотиваცია. ჩვენ ანსამბლშია გაერთიანებული პიანისტები, გალობლები, მევიოლინე, ვოკალისტები და ასე რომ მუსიკოსების შეკრება, დიზაინერი გვყავს არაჩვეულებრივი. თავისი პეწი აქვს ყველაფერს ჩვენ ანსამბლში. თქმა უნდა, ჩვენი საქმე სიყვარული გვაერთიანებს. მუსიკის სიყვარული. და დღემდე ესე სიყვარულით, ჩვენი საქმის სიყვარულით მოვდივართ. ძალიან მარტივი იყო ამ სახელწოდების დარქმევა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ჰარმონიულად ვიყავით შერწყმული ერთმანეთთან, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და აქედან გამომდინარე ისეთი ტერმინია ჰარმონია, დავარქვით ანსამბლს ჰარმონია. ქართული სიმღერის სიყვარულმა მომიყვანა და ამ გოგოების სიყვარულმა. ვეღარ წავედი გუნდიდან. ისე შემოყვარეს გოგოებმა თავი, მართლა თავისი ერთგულებით და თავისი ჰარმონიულობით. მუნიციპალიტეტებში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის, მეტი საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით განაცხადების მიღების წესში ცვლილებებია. აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, მოქალაქეებს ავალდებულებს მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განაცხადები მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარადგინონ. რას უკავშირდება ეს ცვლილებები? ამასთან დაკავშირებით კომენტარს არქიტექტორი, საპროექტო არჩსახელოსნოს თანადამფუძნებელი თამაზ მაჩიტიძე აკეთებს. მდინარე წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისათვის სავალდებულო ხდება მშენებლობის ნებართვისა და ექსპლუატაციის შესახებ განცხადების წარდგენა ელექტრონული ვერსიის საშუალებით, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ავალდებულებს მოქალაქეებს ნაცვლად ტრადიციული ნაბეჭდი ვერსიისა შეიტანონ განცხადება თავიანთი, ასე ვთქვათ, პროექტის მუნიციპალიტეტის მერიებში. ეს თავისუფლება უკვე აღარ აქვთ მოქალაქეებს. 2012-13 წლიდან ჰქონდათ მოქალაქეებს უფლება როგორც ესარგებლათ ელექტრონული ვერსიის, ასე ვთქვათ, საშუალებით, ასევე ჰქონდათ უფლება ტრადიციული მეთოდით შეეტანათ პროექტი მუნიციპალიტეტის მერიებში. ხოლო მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან
ესე ვთქვათ, ეს სავალდებულო ხდება ყველა მოქალაქისათვის, ვისაც სურს ნებისმიერი კლასის იქნება ეს პირველი, მეორე თუ ასე შემდეგ კლასის საპროექტო დოკუმენტაციის მშენებლობის ნებართვის მიღება და ექსპლუატაციაში შესვლა შენობა ნაგებობების. ჩემი აზრით ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო კომფორტულია, უფრო მოსახერხებელია მოქალაქეებისათვის საპროექტო მომსახურეობის გაწევის შემდგომ ადგილზე საპროექტოებიდან ადგილიდან ეს გაუსვლელად გააკეთონ განაცხადი, შეიტანონ პროექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, MS-DAS მეშვეობით, Letters Go.GIS მეშვეობით, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს მარტივად და კომფორტულად ერთი სივრცის, ერთი ფანჯრის ესე ვთქვათ პრინციპით შეიტანონ განცხადება მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მერიაში საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია ის, რომ აქამდე საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში, რომ ესარგებლათ ელექტრონული ვერსიით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება, მუნიციპალიტეტებში ცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება, ან ელექტრონულად შეეტანათ, ან ესე ვთქვათ ტრადიციული მეთოდით. მაგრამ 2 თებერვლიდან ეს ესე ვთქვათ კანონის მიღების შემდგომ ეკონომიკის და გარდი განვითარების სამინისტროს ინიციირებით შევიდა კანონში ცვლილება და ყველა მოქალაქე ავალდებულობს ეს კანონი, რომ ელექტრონულად დაარეგისტრიროს ნებართვის მიღების ნაწილი. საპროექტოებს მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ესე ვთქვათ გავხარდებათ, იმიტომ რომ აღარ მოუწევთ ესე ვთქვათ ადგილზე ვიზიტი მუნიციპალიტეტის მერიებში, ასევე მოქალაქეებს აღარ მოუწევთ დამატებით მატერიალური რესურსის გაღება, დოკუმენტაციის ესე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით ამობეჭდვისა და ესე ვთქვათ დოკუმენტაციის შეკვრის, რაც გაცილებით ესე ვთქვათ ნაკლებ მატერიალურ რესურსს ესე ვთქვათ დახარჯვას გულისხმობს და დაუზოგავს თანხებს ჩვენს მოქალაქეებს. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატული სახელმწიფო თეატრი თბილისში გასტროლზე მიემგზავრება. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში 5 დღის მანძილზე ჩვენი თეატრის დასი 5 სხვადასხვა სპექტაკლს ითამაშებს. წარმოდგენები 10 მარტიდან დაიწყება. პირველი სპექტაკლი ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერა იქნება, რომელიც რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. 11 მარტს ზესტაფონელი თეატრალები ვატო ჯუღელისა და ვახტანგ ნიკოლავას აჯანყებულთა ვაგონს წარადგენენ. გასტროლის მესამე დღე გიორგი სიხარულიძის სულიკოს დაეთმობა. 13 მარტს დასი ვატო ჯუღელის სპექტაკლს ითამაშებს იავნანამ რაქმნა. საგასტროლო ტურნეს ზესტაფონის თეატრი 14 მარტს დაასრულებს წარმოდგენით ყვარყვარე თუთაბერი, რომელიც რეჟისორმა ვატო ჯუღელმა დადგა. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოება. 8 მარტთან დაკავშირებით ჩვენ გვინდოდა რომ განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოგვეხატა ამ დარგის მედიცინის დარგის ყველა ადამიანისთვის, ყველა ქალბატონისთვის, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს მართლაც საქართველოში მედიცინის, ფარმაკოლოგიის, სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში. მართლაც განუზომლად დიდია ქალბატონი ეთერ ქემერტელიძის დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და ზოგადად ამ დარგის წინაშე. ეს არის ქალბატონი, რომლის ნამუშევარიც, ნამოღვაწარიც რეალურად გასცდა უკვე საქართველოს ფარგლებს და ის საქვეყნოდ ცნობილია. მინდა გულწრფელად მიულოცო ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს, მიხარია რომ ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და კვლავ აქვს შესაძლებლობა რომ შექონდეს წვლილი ამ დარგის განვითარებაში. მინდა უპირველესად მას დღევანდელ დღეს და ყველა ქალბატონს, რომელიც მედიცინის სფეროში აქტიურად საქმიანობს, ყველას მიულოცო 8 მარტი და უსურვო ყოველივე საუკეთესო. ღვაწლმოსილი ქალბატონი, რომელიც ისევ აქტიურია, ისევ აქტიურად მუშაობს დარდის მისივე თაოსნობით განვითარებულ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში და ძალიან დიდ მუშაობას ასრულებს როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე ახალგაზრდა თაობის მეცნიერებაში აღზრდის კუთხით და მე მინდა მას ძალიან ბევრი წლები უსურვო ისევ ესეთი აქტიურად ყოფნის და აქტიური საქმიანობის. ჩემი სახლზე მეტად მიყვარს ეს ინსტიტუტი. ჩვენ ვიყავით გასული ბუნებაში. ჩვენ ვიყავით ბუნება უნდა შეგვესწავლა, ბუნებიდან შესწავლილი პრეპარატები უნდა გაგვეკეთებია და მე ისევ ხალხისთვის მიგვეწოდებია. ამას ვაკეთებთ უვნებელი პრეპარატი, იაფი პრეპარატი, ხელმისაწვდომი პრეპარატი და ძალიან მაღალ ეფექტური. მე ძალიან მიყვარს ეს საქმე,
და ამ სიყვარულს გადავეცი ჩემ თანამშრომლებს. ეხლა მე ამათ უწოვებ ჩემს შემდეგ პერსპექტივას რომ იმუშაო, იმიტომ რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.